ქართული თეატრის დღეს თეატრალები ტირანის წინააღმდეგ ერთიანდებიან. მსახიობებმა, რეჟისორებმა, თეატრების თანამშრომლებმა და მაყურებელმა ერთობლივი მსვლელობა გამართეს. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან დაძრული კოლონა ამ წუთებში უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფება. ხელოვანები საკუთარი დაკავებული კოლეგების და რეჟიმის სხვა ტყვეების გათავისუფლებას მოითხოვენ. როგორც ჩაიარა მსვლელობა, მთათია წოწონავა გვიერთდება პირდაპირ ეთერში. შენახლავართ რუსთაველის თეატრთან, სწორედ აქ დასრულდა მსვლელობა და თეატრალებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა გადმოფინეს ბანერი, დიდი ბანერი რუსთაველის თეატრთან ტირანის წინააღმდეგ სანდრო ახმეტელი 1886-1927, რაც ნიშნავს ეს ბანერი უფრო მეტ დეტალს ჩვენ მოგვყვება მიშა ჩარკვიანი, რომელიც აქ იმყოფება, რეჟისორი. მიშა, რეჟისორი, რომელიც 224 დღე აწამეს და დახვრიტეს. რას ნიშნავს უფრო ხრწლად რომ განგვიმარტოთ ეს ბანერი რუსთაველის თეატრის? ეს გახდათ სანდრო ახმეტელის სპექტაკლის სათაური, შილერის ყაჩაღების ქვესათაურია ინტირანოს და ეს მან აირჩია საკუთარი სპექტაკლის სახელად ტირანის წინააღმდეგ. და ეს ლეგენდარული სპექტაკლი მან დანიშნა აღლუმის დღეს, როცა რუსთაველის პროსპექტზე აღლუმს უნდა ჩაევლო და აქ ამ ფასადზე ეკიდა ბელადების, საბჭოთა ბელადების ფოტოები. სანდრო ახმეტელი იყო დიდი წინააღმდეგობის შემქმნელი და დიდი ქართული ტრადიციის შემქმნელი ამავდროულად. და სანდრო ახმეტელი იყო ის, ვინც შექმნა ქართული თეატრი და ქართული წინააღმდეგობა. სწორედ მას შემდეგ, რაც ახმეტელმა აი ეს წარწერა ტირანის წინააღმდეგ ბელადების ფოტოებს ზედ გადმოაფინა, ის დაიჭირეს, აწამეს 224 დღე, როგორც თქვენ თქვით, და ბოლოს დახვრიტეს. აი აქ ჩამოატარეს ამ პროსპექტზე, რომ ყველას ენახა ნაწამები არტისტი. ქართულ წინააღმდეგობას ქართულ თეატრში ძალიან დიდი ტრადიცია აქვს და ამის ფუძემდებელი არის სანდრო ახმეტელი, რომლის ხსოვნასაც ჩვენ პატივი მივაგეთ ამ ბანერით და დავაბრუნეთ ეს იმ ადგილას, სადაც 1927 წელს აიკრძალა ეს ბანერი, ეს ავტორი და ეს სპექტაკლი. დიდი მადლობა, მიშა ჩარკვიანს უსმენდით პირდაპირ ეთერში, მოკლედ ისევ თავის ადგილას ტირანის წინააღმდეგ და დღესაც ბევრს გაახსენდა სხვათა შორის და დღესაც ჩვენ ვესაუბრებოდით მსვლელობის დროს მსახიობებს, რეჟისორებს, ბევრი გვესაუბრებოდა იმის შესახებ, რომ ბევრს ახსენდება ამ ერთი თვის განმავლობაში 37 წლის რეპრესიები, მაშინაც გამორჩეულ ადამიანებს ებრძოდნენ და დღესაც ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ცდილობს, რომ გამორჩეული ადამიანები ჩასვას ციხეში, ყველა სფეროს შეეხო ეს რეპრესიები, თუმცა დღეს ისინი მსახიობები განსაკუთრებით ამახვილებდნენ ყურადღებას ბუნებრივია საკუთარ კოლეგებზე, ანდრო ჭიჭინაძეზე, ვეფხია კასრაძეზე, გიორგი ჩაჩანიძეზე, რომელიც დააკავეს გუშინ წინ, თუმცა ყველა პოლიტიკური ტყვა უნდა გათავისუფლდეს, მათი თქმით და უნდა გათავისუფლდნენ სასწრაფოდ. მსვლელობა დაიწყო ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან და მოუყვებოდა აღმაშენებლის გამზირს და გადმოინაცვლა სიმბოლურად რუსთაველის თეატრთან და სწორედ ვასო აბაშიძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გააკეთა რამდენიმე დღის წინ განცხადება, რომ ქართულ ოცნებას აქვს ვადა 20 იანვრამდე, რომ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. წინააღმდეგ შემთხვევაში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა ეს პროტესტი. ვერავინ ნახავს მორჩილ თეატრს, ასეთი იყო დავით გოიაშვილის სათქმელი. რა გზავნილი აქვს დღეს პროტესტის 42-მე დღეს ქართული თეატრის დღეს მსახიობებს, რეჟისორებს, ხელოვანებს შეგვიძლია ახლა ერთად მოვისმინოთ. 20-ის შემდეგ გაჩვენებთ ხალხს, გაჩვენებთ მათ ოდენობას, გაჩვენებთ მათ დამოკიდებულებას და გაჩვენებთ რა შეუძლია ქართულ თეატრს. დამელოდეთ. წამზომი ჩართულია. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ. არჩევნები ახალი, ხელახალი, კანონიერი და უკანონოდ დაჭერილი ადამიანები, ჩვენი კოლეგები მათ შორის, კიდე დაიჭირეს ახლა ერთი კოლეგა და არ ჩერდება ეს ყველაფერი და ბიჭო, არ გაჩერდება და არ გავჩერდებით არასდროს. სათქმელი უკვე ბევრმა თქვა, რაც საჭირო იყო, ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა, რაც იყო სათქმელი და ახლა უკვე რა ვიცი, საქციელი და მოქმედებით გამოვხატავთ აწი რა. და გამოჩნდება ძალიან მალე. ჯერჯერობით დახვრეტები არ მიდის, მაგრამ რა მე მგონი არც მაგას უკადრისებენ.
ისე იქცევიან ესენი. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არ დამთავრდება, რამდენი მსახიობის არ უნდა დაიჭირონ და რამდენი რეჟისორიც არ უნდა დაიჭირონ და რამდენი ადამიანიც არ უნდა დაიჭირონ, ეს პირიქით უკურეაქციას იწვევს ხალხში, ამას ვერ მიხვდნენ ეთყობა. გონიათ, რომ ბელორუსიის მეთოდი აქ გაამართლებს ამ დროს. დღეს ქართული თეატრის ადგილი არის ქუჩაში, მაყურებლის გვერდით პირველ რიგში. ეს ხელისუფლება უკვე ძალიან ბევრჯერ ამტკიცებს იმას, რომ მას საზოგადოების ხმა არ ესმის და მხოლოდ ესმით თავიანთი ბელადების ხმა. ჩვენ არ შევწყვეთ პროტესტს, სულ რომ 100-200 დღე დაგვჭირდეს ამისთვის, 100 და 200 დღე ვიქნებით ქუჩაში, იქამდე სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და იქამდე სანამ ჩვენ წართმეულ ხმებს უკან არ დავუბრუნებთ. ჩვენ გამოვხატავთ ესე ძლიერ პროტესტს, იმიტომ რომ უკანონოდ და ესე უდანაშაულოდ არიან თუნდაც ჩვენი სფეროს წარმომადგენლები, აი ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დააკავეს მარტო იმის გამო, რომ აი ამ რაღაც არეულობაში ქალბატონის გადარჩენა უნდა და გამოყავდა უბრალოდ. და 12 დღე მიუსაჯეს. ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ყველა პოლიტპატიმარს და ჩვენი სფეროს ყველა წარმომადგენელს. ჩვენ დღეს ვართ გარეთ, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი არის აქ და უბრალოდ არ გვაქვს უფლება რომ სხვანაირად მოვიქცეთ. ძალიან ალბათ ყველაზე მეტად მინდა ახლა რეპეტიციაზე ვიყო და რაღაც ახალ სპექტაკლზე ვმუშაობდე, მაგრამ და საღამოს რაღაც მაყურებელთან შეხვედრისთვის ვემზადებოდე, მაგრამ უბრალოდ არ მაქვს ჩემი აზრით ამის უფლება. ერთი იმიტომ რომ ანდრო ჭიჭინაძე და სხვა ბევრი უკანონოდ დაკავებული ადამიანი არის ციხეში და ამ ადამიანების ესე შუაგზაში მიტოვების უფლება ჩვენ არ გვაქვს და მეორე ის რაც ვთქვი, ჩვენი მაყურებელი არის ქუჩაში. ჩვენ ისეთი ფასეულობებისთვის გვიწევს ბრძოლა და აი ზურგს ისეთი პრინციპები გვიმაგრებს, მორალური პრინციპები, რომლებიც უკან დახევის შესაძლებლობას უბრალოდ ვერ მოგცემს და მათ ზურგს უმაგრებს უბრალოდ რაღაც მატერიალური, ყოველდღიური კეთილდღეობის სიყვარული, ფულის სიყვარული და გავლენის სიყვარული და მეტი არაფერი და ეგ ყველაფერი ამ ფასეულობებზე ძლიერი ვერასდროს ვერ იქნება. ადრე თეატრი თვლიდა, რომ მას უნდა რაღაც ეროვნული სიტყვა ეთქვა სცენაზე და ამით ცხოვრობდა და ასე იყო და ეხლა თეატრი გამოვიდა ქუჩაში მაყურებელთან ერთად და დგას თავის მაყურებელთან ერთად. ესეთი რამე მე არ მახსოვს და ძალიან ამაყი ვარ ამბით, რომ ჩემი კოლეგები ამ მოძრაობის მთლიანად თუ არა ავანგარდში დიდი ნაწილი დგას. თეატრი პროტესტის რეჟიმშია და ეს პროტესტი გრძელდება და ძალიან ძიმეა ჩვენთვის ზოგადად, როდესაც სცენაზე არ ვდგავართ და ქუჩაში გვიწევს იმაზე საუბარი, რაზეც სცენიდან ვსაუბრობთ. ხო, არ ვიცი, სხვანაირი დასასრული ვერც წარმოგვიდგენია, გარდა იმისა, რომ უნდა განთავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე და ყველა რეჟიმის პატიმარი და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. არ დაიხლება არავინ, რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა, ალბათ რავი. არც ისინი იხევენ უკან, მაგრამ ძალიან ცუდ რაღაცა შეარია შესულები ჩემი აზრით. ეს გადაზედმეტებაში არის შესულები უკვე და რაც უფრო მეტს და მეტს ჩაიდენებს გავს საქციელებს და დაიჭერენ უდანაშაულოთ ადამიანებს, ჩვენს კოლეგებს განსაკუთრებით და ყველა სხვას დანარჩენს, მით უფრო მეტ ადამიანს მიიღებენ გარეთ. თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ მსვლელობა ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე არის დასრულებული. მე განახებთ ახლა რა ვითარება რუსთაველის თეატრის წინ. დღეს სხვა შორის ლევან წულაძემ სახელოსნო 42 სამხატვრო ხელმძღვანელმა თქვა ასეთი რამ, რომ თეატრი არის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნული მოძრაობის ავანგარდში და დღეს ბევრი დაეთანხმა მას მისი კოლეგები, ვინაიდან თეატრის მსახიობები, რეჟისორები იყვნენ ისინი, ვინც პირველი გაიფიცნენ და თქვეს, რომ გაფიცვა არის ნამდვილად ის ეფექტური ბერკეტი რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ დღეს მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის განცხადება, სადაც მათ თქვეს, რომ ჰქონდათ დაგეგმილი რიგი აქტივობები პროტესტის პარალელურად, ალბათ მათ შორის სპექტაკლების, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დააკავა რეჟიმმა, მათ გაუქმეს ყველა აქტივობა და გაიფიცნენ. მოკლედ თეატრი ნამდვილად არის ამ პროტესტის ავანგარდში და ეს დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა.